მოგესალმებით, ეს მუსიკა თუ ისმის, ეგაც ახლოსაა. Street art-თან, გრაფიკთან, ჰიპ-ჰოპი, ყველაფერი ერთია. შეგითანხმეთ, რომ სახე დაფარული უნდა მქონოდა, რადგანაც მაქვს უამრავი საპროტესტო ნახატი გაკეთებული ქუჩაში, რადგან არ შემიძლია გაჩუმება. ტილოდან დავიწყე მხატვრობა და ქუჩაში გავედი საინტერესო წარწერებით, პოეზიითა და ბრძნული აზრებით. შემდეგ უკვე ესეთი წარწერებით და ისეთი ნახატებით, რომელიც კითხვას გააჩენდა ხალხში სხვადასხვა თემებზე რა, აბსოლუტურად ერთი მეორესგან ყველანაირად განსხვავდებოდა რა, ხო და ახლა მიწევს რომ ერთ თემაზე რა, სინდისის პატიმრებზე ხატო თემები კონკრეტულად და ასევე ხატო საპროტესტო ტალღაზე რა. აი როგორც ეს არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა თუნდაც. მთავარი ფრაზა და რაღაც შინაარსობრივი კვეთა. და რომ აი რაღაცა იყოს, რაც მინიმუმ დააფიქრებს რა და კვანს აკეთებს იმ ადამიანთან, ან მის ბავშვობასთან, ან მის რაიმე ნათქვამ ფრაზასთან, ან რაღაც მსგავსი იქნება რა კვეთა. 2019-დან საერთოდ ქუჩაში დავიწყე ხატვა. ხეები და პუსები ნაკლებად, ღობეები და სხვადასხვა თემები. როდესაც ჩავთვალე საჭიროდ რომ აუცილებელია ხმის ამოღება, უკვე ავტორიტარიზმია და უკვე დიქტატურა, უკვე იძულებული ვიყავი რომ საპროტესტო ნახატები გამეკეთებინა რაც შეიძლება მეტი. ესე მცირე პროტესტები იყო რაღაც წვრილმან დეტალებზე, მაგრამ კონკრეტულად ასე კუთხით დავარდნა პროტესტში უკვე მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა სამართლო განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ იკეტება გზაო რა. კიდე 4 წლით. ვაკეთებ იმ პროტესტს, რაც საჭიროა, აი თუნდაც აი გადაატარე კადრი, ესენი არის რამოდენიმე თვის წინ გაკეთებული სინდისის პატიმრების მიმართ რა. მაშინ ჯერ კიდე სადიგოვი 154 დღე შიმშილობდა, თემურ ქათამაძე 29-ზე მეტი და მზია 33-ზე მეტია. პირდაპირ კედლებით ესე ტენი სიმართლეს რა, ტენი იმას რაც შენშია. და როგორც ცხოვრება და რასაც აკეთებდა საერთოდ. ეს ამ თემის ცხოვრება რა. ნარსი უნდა იკითხებოდეს როგორც ფრაზიდან, ის ახატიდან. უნდა ყვიროდეს თავისას რა, ასე ვფიქრობ. არის მომენტები, რომ კონკრეტულად საიმისო ადგილს ეძებ, რაც თავში გაქვს იდეა, რომელ ადგილს უფრო მოუხდება, სად უფრო იყვირებს. ნუ გააჩნია რა. ანუ იცი რა, სად უნდა გააკეთო და სად არა. და ზოგჯერ თვითონ ის შენობა არის რაღაცის შთამაგონებელი შენთვის, მაინსპირირებელი. ზოგჯერ ის ღობე, ზოგჯერ ის სხვადასხვა რამ და ფიქრობ როგორ მიხვიდე იქამდე ისე რომ უსაფრთხოდ დახატო რა. ან კამერებს უყურებ, ან სხვადასხვა სამსახურის თემები რამდენ ხანში ერთხელ გადიან, სტრესსა დატყავენ როგორ ანაირად რომ იყო არა ისე როგორც აქტივისტები, რომ აი მინდა და ვაწე. ყოფილა რომ მაგის გვერდზე დამიხატავს და ის აქტივისტი დაუჭერიათ და მე ბევრად დიდი ხანი ყოფილი ვარ იმ ადგილზე, მაგრამ ყველაფრის გათვალისწინები და გადავრჩენილი ვარ. ანუ ადგილს ვეძებ, თვითონ ზოგჯერ ადგილი შთამაგონებს რა დავხატო რა. ეს არის პლუსი, რომ მე და რამოდენიმე ადამიანი კიდე ხმას ვიღებთ სიმართლისთვის. უმეტესობა არის გრაფიტი არტისტები რა, რომლებიც საკუთარ სახელს ხატავენ რა. კი ნებისმიერი გამოვლინება, რაც დაუკითხავად ხდება, თუნდაც საკუთარი სახელის, ეგაც პროტესტია, არა ეს ისეთი არ არის, როგორიც საჭიროა აქ და ახლა. Street art-იც და გრაფიტიც ორივე ილეგალ, ანუ უკანონოა, ასე თქვა, დაუკითხავია ცოტა უფრო სუფთად რომ ვთქვა. უნდა იცოდე რომ ხატო, ანუ გულის წყვეტა და მსგავსი რამ გადააგდო გვერდით, რადგან street art-ი და გრაფიტი რჩება ფოტოებად და ვიდეოებად რა. იმ ხალხის მეხსიერებაში, ვინც ამას ესწრება, ჩვეულებრივი გამვლელი. იყო მომენტი, რომ შენობაზე ორი ფეხი წონასწორობა მქონდა დაჭერილი და ხატავდი და ამ დროს მაქამდე სანამ ავიდოდი რომ გამეგზელებინა. ორი ახალგაზრდა თუ 3 იყო, არ მახსოვს.
ბავში მოვიდა სკოლის მოსწავლეები იქნებოდნენ და ტაბუ შენახარ რა მაგარია ასწორებს რით შემილია დაგეხმარო რა შემილია გავაკეთე შენთვის მეთქი რავი ერთმა მარჯვნივ გაიხედოს მეორემ მარცხნივ მესამე მობილური აიღოს და გადამიღოს თქო რა street art-ი და გრაფიტიც ერთ-ერთი თემა არის იმის რომ ქალაქი ცოცხალია სუნთქავს უარყოფითი ის არის მიერი გამლელი აგიშარდება ან დარეკავს იქ სადაც არ უნდა გავიდეს ზარი ან ვინმე გაგადგება მერიდან სხვადასხვა სამსახურებიდან ვისაც არ ეზარება ყველა მხატვრებს დაძლევს იმიტომ რომ ჩვენი იარაღი საღებავია დადებითი კიდე ის არის რომ ხალხს ძლევ ყოველი ფერით კედელზე შესხურება იქნება თუ მონასმი იქნება საინტერესო მესიც აძლევ სიფერადეს აძლევ ისეთ მესიც რა რაზეც დიდი ალბათობით ისაც თანახმა იქნება რა ნათებლ ყოველს რა პროტესტი ყოველთვის იქნება სანამ იქნება უსამართლობა